მოგესალმებით, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. დღეს არის კინოთეატრ რუსთაველში და კინოთეატრ საქართველოში Double Films-ის პროდუქტის მამაჩემის გერლფრენდის პრემიერა. ეს არის კრიმინალური კომედია, რომლის სცენარის ავტორის გახლავთ ნიკა ავალიანი, რეჟისორი ნიკა ხომასურიძე და დანარჩენზე უკვე ალბათ რეჟისორი და მსახიობები ისაუბრებენ. დღეს კინო პრემიერაზე პირდაპირ იმაში რო ვარ ჩვენთან საიტზე. დღეს იქნება ჩვენება, პირველი ჩვენება და ყველგან უკვე წავკენ თეატრში და დინამიური, საინტერესო საყურებელი კრიმინალური კომედია გამოვიდა სასიყვარულო სამკუთხედებით, რომელიც საინტერესო სანახავი იქნება ჩემის აზრით თბილისელი მაყურებლისთვის და არა μόνο თბილისელის, ყველანაირი სახის მაყურებლისთვის. ეს ისტორია ყველგან შეიძლება მოხდეს და ალბათ ხდება კიდევაც საქართველოშიც და სხვა ქვეყანაშიც და ნახოთ დაველოდოთ შეფასებებს როგორ შეაფასოთ მაყურებელი და ყველა მარაჩვეულებრივად ითამაშა ძალიან სწრაფად გადავიჟეთ 14 დღეში მოხდა ყველაფერი ამის გადაღება ბევრი გადასაღები ადგილი იყო და ტექნიკურად კარგად ვიმუშავეთ, სახიობთან კარგად ვიმუშავეთ და ჩემთვის დიდი პატივი იყო ესეთ შემადგენლობასთან ერთად მუშაობა. როგორც იცი პრემიერამდე სამჯერ დაიტესტა ხო ფილმი რაღაცა არ გამიგია. შედგა დახურული დიდი მოსამზადებელი პერიოდი იყო. დახურული ჩვენებები, ყველა ეკრანზე მოვსინჯეთ აბსოლუტურად ფილმი. რომ რაიმე ხარვეზი არ ყოფილიყო შემდგომში პრემიერის დროს ტექნიკური და ამ დახურულ ჩვენებებს მაყურებელიც ესწრებოდა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც მთავარია ბევრი იცინეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ პრემიერები იქნება რეგიონების კინოთეატრებშიც და ასე რომ არა მარტო თბილისის მაყურებელს, რეგიონებშიც შეუძლია მაყურებელს ამ ფილმის ნახვა დღესვე, რა თქმა უნდა. მთავარ როლებში ვინ არიან? ყველანი მთავარ როლში არიან ფაქტობრივად. არ არის გამოკვეთილი მთავარი როლი, რამდენიმე მთავარი როლია და ყველა სცენას თავისი გმირი ყავს და ეს შეერთებულია, მაგრამ ეს სცენები ძალიან საინტერესო ჯაჭვებით. ანუ ყველა მთავარი პერსონაჟი აქ არის წარმოდგენილი ფილმის. შორენას რა როლი აქვს? ძალიან კარგი როლი აქვს და თავად შეუძლია. საინტერესო ამბავი. გამომძიებელია. ამპლუა განსხვავებული. საკმაოდ განსხვავებული, თუმცა არის რაღაც დეტალები, რაც თქვენ გაინტერესებთ. ჩვეულებრივი ცხოვრებისეული. ჩვეულებრივი ცხოვრებისეული, ანუ ზედმეტი არაფერი, რაც თავარია ფილმი არის ისეთი, რომ არ მოიწყენ, ანუ რაც უკანასკნელ ფილმებს ახასიათებს, არ ჩაგეძინება. ისე უკვე ნანახი გაქვს ესე იგი. კი. ამიტომ ისე უყურებთ, რომ დრო გაივლის ძალიან სწრაფად და საინტერესო. ზუსტად ის გამოვიდა, რა ვთქვათ, გადასაღებ მოედანზე გეგონა რომ გამოვიდა და თუ უფრო უკეთესი. იმაზე უკეთესი. გადასაღებ მოედანზე ვერასდროს ვერ გათვლი რა გამოდის ბოლოს. და ეს გამოვიდა იმაზე უკეთესი, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. ანუ არის რაღაც არაქართული. მე მგონი ნიკას ამერიკულმა გამოცდილებამ სწორედ აქ იჩინა და კარგად შეიკრა, კი, ყველა კარგად შეიკრა და ქართული პროდუქცია პირველ რიგში. ოღონდ სხვანაირი სტილის, რა თვითონ სცენარის განსხვავებულია, მიდგომას, გადაღებას, მონტაჟის ყველაფერი რა. ესეთი უნდა იყოს. გაი რიჩი შეუულია, როგორც ვიცი. ახლა ვერ შევეძლებთ გაი რიჩი შორს ვორდ ჯერ მაგიდან, მაგრამ არ არის ხო ის დროს არ არის გვიან, როცა ჩვენ მსგავსი ფილმების გადაღებას შევძლებთ და ძალიან მალე მაისში კონკრეტულად იმაზე მე ცალკე შეგვიძლია საუბარი დაიწყება მსგავსი ტიპის გადაღება. ბატონ მამკას კომიკური გმირი აქვს, როგორც ვიცი. პროფესორის. ძალიან გაურკვეველი პროფესიის კაცია, პროფესორია, ძალიან გაურკვეველია, რაღაც. ინტრიგანიც არის, აფერისტიც არის, შურიანიც არის და ცოტა მეგონცადა კიდე ვერ არის. მე რაღაცა შტაბში ვიყავ. პირდაპირ გაგენდა რა, მაგრამ გადატანი ვერ არის ცოტა კარგად. ყველგან დეტექტივიც არის. ო, დეტექტივიც არის, ყველგან სხვის ყავს, ყველა უსმენს. ნუ რაღაცა რა. თქვენს ნანახი გაქვთ უკვე ფილმი? არა. ვინმა ჩვენ აბა. იმიშვეს ეკრანამდე ანუ. დღეს ნახავთ. აი, დღეს მაგალითად მახა ძალიან ველოდები. ფილმის ბიუჯეტი დაახლოებით $100,000 არის. თანხა?
გადაღებები გრძელდებოდა 14 დღე. გადაღებები იყო აგვისტოში, შემდგომ პერიოდი უკვე დაერთო მონტაჟ, გასწორდა ფერები, გასწორდა ხმა ლოს-ანჯელესში, ასე რომ მაქსიმალურად ტექნიკურად დაიხვეწა ეს ფილმი. რა გითხრათ ახლა? გაქვთ კიდე შეკითხვები? გიორგი ბანკირის როლს თამაშობს. როგორი მუშაობთ როლზე? ძალიან ხალისიანად და ავერიფიკო რომ გუნდი იყო ისეთი რომ არ ყოველთვის ხეობდა ძალიან სწრაფად და თავისთავად ხარისხიანი. არ იყო ანუ რაღაცა მე ვაფიქრი რომ პირველად მომიწია გუნდი მუშაობა სადაც მოსაღებებელი პერიოდი უფრო დიდხანს მიმდინარეობდა სიმართლეა და იმიტომაც გადავიღეთ 14 დღეში ანუ რაც მეტწილად ზოგჯერ ხდებოდა მსახიობი მიდიოდა აუცილებლად და იქ ხდებოდა მასთან როლზე საუბარი აქ წინასწარ გარიგებული როლები ქონდა რეპეტიციები ანუ ერთმანეთის გემოვნება ვიცოდით მანამდე რეპეტიციები ზუსტად მიდრებოდა და თავისთავად ყველაფერი ძალიან სწრაფად და ხარისხიანი თუ ვინმეს კრედიტით აღჭირდებათ ბანკი გარანტი გიორგისთან ერთად გვერდში იდგას ასე რომ ძალიან კარგი პროცენტები თქვენი გარანტირებული კრედიტი კრიმინალური კომედია ამით ეს მე ყოველთვის ხიბლავ და ისეთ დაუშვათ თუ მივიდივარ და მაღაზიაში ტელევიზორს ვიდიან ამ დაგვარი ფილმი მიდის ყოველთვის სხვაზე არავის არ გავშერებია ანუ აი ეს სტილის ფილმები რომელიც დინამიური და სწრაფია და არ მეტყვი ჩემი თაობის ფილმია ესე შემიძლია სხვადასხვა და აი ესეთი ჟანრიდან გამომდინარე მუსიკაც საინტერესო ექნება ფილმს. ვინ იმუშავა? სხვადასხვა სტილის მუსიკები არის სცენებზე მორგებული და არ არის ერთი კონკრეტული ჯგუფის ან მის საუნდტრეკები, ძალიან ბევრი. კასტინგის მიხედვით მოხდა რამდენიმეს და მანამდე ნამუშევარი ვიყავით და მოხდა როლის მორგება და საჩუქრები კასტინგი ჩავატარეთ და ამის მიხედვით შეიძლება ყოველი მსახიობი და საკმაოდ მოერგო ყველა მსახიობი მოცემულ როლს რომელსაც ასრულებენ და ესეთი შესაძლებელი როლები აქვს და ფიქრობთ რომ კარგად ჩანს და დანარჩენი ვნახოთ. დინამიკა არ აკლია ფილმს რაც ყველაზე მთავარი არის და შავი ჰუმორი თუ თეთრი ჰუმორი და ნორმალურად არის შესაძლებელი. ერთადერთი პრობლემა რაც ამთავრებს ამ დაბალ ბიუჯეტიან ფილმებს აქვს ეს არის ნავის ხმის სიტუაცია რაც ფიზიკურად ვერ გაიქცევი რადგან არსებობს გავს პრობლემა და ეს ჩვეულებრივი მომენტია მაგრამ ეს არც ისე იგრძნობა უბრალოდ არის ხოლმე ხანდახან ეს მომენტი დანარჩენი რა მე პირადად მომწონს და სიამოვნებით უყურებდი ორჯერ სამჯერ ჩვეულებრივი თვითონ სიუჟეტურად როგორ ვითარდება ყველას უყვარს ერთმანეთს ყველას უყვარს თავის თავია და ფული ანუ რეალურად ბანკიდან გამოტანილი კრედიტის გარშემო ვითარდება ეს მოვლენები, ყველას უნდა ამ დიდი ფულის ხელში ჩაგდება და ამისთვის არის ისე ყველას დაზარალებული მე მგონი გიორგი. ყველა გიორგის ჭრის, მათ შორის შორენაც. ყველა მჭრის. ყველა ესვრის და ყველა ურტყავს. ყველაზე კარგია ის რომ ეს ახდება ასე ისე რომ და ბოლოს მისი ნაპოვნი საინტერესო რაღაც მასთანვე რჩება ხო? მასთანვე რჩება და რა რჩება შევთნე მაგას ბატონ ალკო ვინ არის თქვენი გმირი და რა სიტყვით ახალგაზრდა ჯგუფზე? ჩემი გმირი ოდნავ განსხვავებულია მამუკასთან ერთად თუ ამრავი გაუგებარი სიტუაცია ფილმში სიუჟეტის მიხედვით აი ამ გაუგებრებაშია შემთხვევით მოხდილი ეს ორი ადამიანი აქედან გამომდინარე ხშირად ხდებიან ცოტა არ იყოს კონკრეტ სიტუაციაში არაფერს არ აშავებენ მაგრამ არიან ზუსტად ის გმირები რომლებიც ეს ძალიან მრავლად არიან თბილისში მუშაობასთან შეეხება როგორც მოგახსენეთ მალე არის გოჭა საკმაოდ ხალისიანი საკმაოდ ნორმალური და მე ვიტყოდი პროფესიული ჯგუფი შეიკრიბა ვიტყოდი ზედმეტად პროფესიულიც კი და ამდენი ადამიანი მე გადასახედ მოვლენაზე არ მინახია და მივხვდი რომ თურმე საჭიროა თითოეული მათგანიც კი მოგონარავოთ რა აი რომელმა სტაფმა გაგაოცათ გადამეღია ადრე მაგრამ 5-6 კაცი ყოფნდა და თურმე 60 კაციც საჭიროა და კონკრეტულად მუშაობდა
საქმეს ყველას ვიჩნობდი თითქმის ყველას და მე მგონი ნორმალური უტილტებანა ცოტა მამუკასთან დაზაბული აი ნიკამ შეგვარიგა ფილმის დროს და ძებიდან ვარ ესე ძალიან დიდი მეგობრობა განუყრელი წვირი ხო შეიძლება ეხლა საინტერესო ეკრანები 35 წელი დაზაბული მდგომარეობა გქონდა აღარ შეიძლება ელიავას ბაზრობაძე არის მათ საინტერესო სიუჟეტი რომელიც ახლა ლამაზი და გამოვიდა მათთვის საინტერესო აბა ხოთა ძალიან გაინტერესა ფილმი და ეს სიტუაცია ძალიან გაინტერესა ძალიან კარგი სცენა მეც არ მინახავს ფილმს ფოტოშოპის ძალიან მაინტერესებს იმედი მაქვს და ძალიან მინდა რომ გამოვიდეს კარგი და ხალისიანი ფილმი ყოველგვარი ზედმეტი პრობლემების და მოკლედ გელოდებით დღეს 8 საათზე პრემიერაზე გაქვთ კიდე შეკითხვები დავსრულეთ